შემოგვერთდა მუსიკოსი რომარ ცხილაძე, ის ჩვენთან სტუმრობისას გაიხსენებს უწმინდესთან პირველ შეხვედრასა და იმ მამაშვილურ ურთიერთობას, რომელიც მასთან აკავშირებდა. დილამშვიდობის ბატონო რომან, გვანდობთ რომ მოგზაურობთ. გისამძიმრებთ მისი უწმინდესობის გარდაცვალებას, ის რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენ ქვეყნისთვის ძალიან რთული დღეებია, ძალიან მძიმეა. და გმადლობთ რომ ასეთ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. ბატონო რომან, თქვენ მის უწმინდესობასთან საკმაოდ ხშირი მჭიდრო ურთიერთობა გაკავშირებთ. საბედნიეროდ დიახ, არც დღესასწაული გვახსენდება და არც დაბადების დღე მისი უწმინდესობის, რომ ის გვერდით არ ყოფილიყავით და არა მარტო. დიახ, და არა მარტო თავისთავად. პირველი შეხვედრით დავიწყოთ, როგორი იყო თქვენი პირველი შეხვედრა, თქვენი პირველი გაცნობა და შემდგომ როგორ განვითარდა თქვენი ურთიერთობა. პირველ რიგში მე მართლაც მინდა მთელ მსოფლიოს უთხრა ეს სამძიმარი, არა მარტო ჩვენ და სულ ყოველთვის ვფიქრობ ჩვენ ადამიანები, რომ გამარტებას თუ რა არის ბედნიერება. ეს არის ბედნიერება, როცა შენ ცხოვრობ, მე არასდროს წარსულში მე უზენაზე ვერც ვილაპარაკებ და არც ვილაპარაკებ. ჩვენ ცოტა გამაზიანებელი როცა წარსულში, იმიტომ რომ ეს ჩვენთან არის და ეს და მარადს ეს იქნება. ესე მგონია რომ მე დაბადებიდან ვისნობ უწმეს. იმიტომ რომ ისე მოხდა რომ ალბათ სულ ასაკიდან 22 წლიდან როცა 77-ში უკვე მოგვიყვნა ჩვენი უზუნდესი როგორც უკვე ოფიციალურად ჩაიბარა ეს ტახტი ეს საპატრიარქო. მანამდე მე უკვე ცნობადი ვიყავი, უკვე 75-დან კიდე სხვა და იქამდე მქონდა მე შეხვედრები, მაგრამ ესეთი ხშირი დაიწყო 77-დან. მოხდა ისე რომ პირველივე ჩემ შეხვედრაზე 8 აგვისტოს საპატრიარქოში ნატრის ხიას სიმღერა თვითონ უკვე იყო 75-ში უკვე იყო 2 წელი ადრე. და ზუსტად ვიცოდი რომ მან იცოდა ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერი იცოდა ეს წინასწარ. ხედავდა ამ ყველაფერს და თითქოს ის შეიძლება მქონდა რომ პატრიარქმა თითქოს ეს იყო მან კურთხევა მისცა ამ საოცარ ამ სიმღერაზე. მე აქვე მინდა თქვა რომ ნუგზარი ერგემლიძე დამედგა გვერდში და ჩვენ ერთად შევქმნით ეს ისტორია და დღემდე ვგრძნობ მე რომ აი ყოველთვის ამას ვიძახი რომ სადაც არ შემოსულებია მე და ეს სიმღერა მე პატრიარქის წინაშე ვასრულებ ამ სიმღერას ყოველთვის. დიახ. და ყოველთვის ამას ვიძახი რომ გამეორდები რომ არასდროს ერთნაირად არ შემისრულებია. იმიტომ რომ როცა შენეხები ესეთ სოფლიო დიდ ადამიანს და გაქვს ბედნიერება და პატივი რომ მე არ დამოწესდება ყოველთვის როცა სტუმრად ვიყავი ოფიციალურ მიღებაზე, არაოფიციალურ მიღებაზე, ტრაპეზაზე, სტუმრებიანობაზე, რა ვიცი, ყველა ამ სიტუაციაში თხოვნით თვითონ ფაქტი ხო? ეს ჩვენთვის იმხელა რამე იყო 22 წლის ბიჭს პატრიარქი თხოვს. გამორჩეულად უყვარდა ეს სიმღერა კი და თქვენც არაერთხელ შეგისრულებიათ ჩვენ სტუდიაშიც და მიგილოციათ დაბადების დღის უწმინდესობისთვის ამ სიმღერით. საოცარი რა ხდებოდა რომ არაერთხელ აი მაგათად ყოველ მიღებაზე მინიმუმ 2 ჯერ მაინც თუ მეჯერ არა თხოვდა რომ შემოსულებინა. და თავარი რა მინდა თქვა მე რომ ეხლა ძალიან ხშირად უყურებ, მე თითქმის სულ უყურებ არხებს ტელევიზიას და იმდენი ითქვა და იმდენი ითქვა კიდე რაც მან
თავისი მოღვაწეობით რაც მან გააკეთა. ყველაზე დიდი მეფიქრობ ეს არის 90 წელი რომ მან ოფიციალურად დააბრუნებინა არა აიძულა მსოფლიო რომ ეღიარებინათ რაც 15 საუკუნით ვერ გაკეთდა. აი ამ ადამიანმა ეს შეძლო. და კიდე ბევრი ის ყველაფერი ჩვენ ახლა ამაზე დროს ნუ დავაგავთ, იმიტომ რომ ეს ითქვა, რაც მან გააკეთა. და ყველაზე დიდი ის რომ მე ყოველთვის ვიზახი რომ მე ალბათ ბედნიერი კაცი ვარ, რომ ყველა ჩვენთაგანი რომ ზუსტად ვიცი მე მომავალი მყავს ის თაობა რომელიც საქართველოს არ გადააშენებს ეს არის თეთრი ვარდები ეს რაც მან გააკეთა. მან გააკეთა ის რომ კიდევ უფრო განამტკიცა ქართული გენეტიკა ეს სიდეალი ამ ერის რომ ჩვენ არ გვეძებიან რაღაცა მიწის ქვეშ და არ ვართ ისტორიაში უკვე დაგაგულები ჩვენ ვართ ეს პატარა ერი მაგრამ ძალიან ბევრზე და თუ ყველაზე არა უფროსი ერი. ეხლა რო უყურებ მე არა ქართულ არხებს როგორი პატივით როგორი სიყვარულით როგორი სიფრთხილით ეს მინდა მე მივუწოდო ჩემ მოწიწებით ჩემ მეგობრებს კოლეგებს უსტუმბებს ნათესავებს ყველას მინდა რომ ფრთხილად ვიყოთ როცა პატრიარქს ვახსენებთ როცა მას ვეხებით უფრო მეტად ფრთხილად ვიყვნენ ისინი ვინც სატანის გზაზე დგანას ამწუხაროდ მაგრამ ზუსტად ვიცი რომ როგორც აქ ფიზიკურად ზუსტად ჩვენ გვერდში იყო და იქ უკვე ზესიდან მათზე უფრო მეტად ლოცულობს აუცილებლად რომ გადაარჩინოს და აი თუნდაც აი ეს ახლა ჩვენ ამ კადრებს რო ვუყურებთ ხო აქ ყველა არის აქ აბსოლუტურად ყველა დიდი თუ პატარა დიდი თუ პატარა მორწმუნე თუ არა მორწმუნე პოზიცია თუ ოპოზიცია ქუჩა თუ ამ შემთხვევაში არაფერს არ ქონდა მნიშვნელობა საფსარებლობას არც ეს აი ხარ უყურებ ყველა რო იხსენებს უწმიდეს თავის უწმიდეს გვესაუბრებიან თქვენი უწმიდესი როგორი არის ბატონო რომ როგორც ახსენეთ როგორც ფორმალურ გარემოში იწევდათ ურთიერთობა ყველასთან უცროსი უაღრესად ეთერი და რასთავარია მისი ეს სიმშვიდე ისეთი ხმამაღალია, ისეთი ფორტეა მისი ეს საუბარი ხმა ეხლაც ხო სულ დაგვეხნება ჩვენ ეს ბღერა რომ ნებისმიერ აღელვებულ ტალღასაც კი ამშვიდებდა მე რა ქონდა მას საოცარი წინაზნობა მე არ დამავიწყდება მე სხვა ეთერებში კი მithქვი და ახლა ვიტყვი რომ მე ვერ წავამიდგენდი რომ მე მშობლები რომ 85 წელს დაგვაგე მამა და 2011-ში დედა და სანამ დედა გარდამეცვლებოდა 3 თვე ვცდილობდი შეხვედრას და რაღაცა ისე მოხდა რომ ვერ მოხერთა აუდიენცია უზენესან და დედა რო გარდამეცვალა იმ დღეს დამერეკეს საპატრიარქოდან. ჯერ გადმოსვენებული აყვავდა სახლში. დედა და დამეპარა და მე მგონიო შენო რაღაცა ცუდი ამბავი. და ზუსტად თვალებში შევხვდი მე კი უთხარი მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ იცოდა ეს. ზუსტად ვიცოდი. მაგრამ მარტო მე ჩემი საახლობლო რამდენჯერ მოუყოლია თუ აი მისულან და რაზეც მისულან უკვე იცოდა და მზად იყო მიიღო და გაეცა პასუხი. აი ეს ყველაფერი ერთად ეს მთელი ეს ბუკეტი ესე რომ ვთქვათ მასში იყო უფლისგან
და ისიც მახსოვს ბატონო რომ თქვენ ჩვენს გადაცემაში თქვით ადრეს სტუმრობისას რომ როგორ უნდა მიგემართათ როდესაც უთხარით მას ხო იყო ზუსტად აი ამ დღეს დაგეწახათ დია ხო როგორ მოგმართოთ მეთქი და მამა დამეძახეო ნუ შეთვის ახლა ამაყი გზნობა იყო ვერ დაუძახე მამა დენად და ყოველთვის ვსდობ მე მის გვერდში დგომას როგორც ყველა ჩვენთაგანი ხშირად მე ყოფილვარ საპატრიარქოში როცა უძმესი გამზანდებოდა უბრალოდ შევსულვარ დასაშვებად დედავებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გამასვიდლება და ვიცოდი რომ და მობრძანებულიყო და ვთილობდი რომ არ შემეწუხებინა და ყოველთვის მასწრებდა ანუ ვერ ვასწრებდი რომ დასულიყავი და ყოველთვის ძალიან ჩემ დანახვაზე ეღებებოდა სულ რაღაცა ღიმილი და კიდე თავარი რამე და თქვა რომ ეხლა მე მუსიკოსი ვარ და ყველა ადამიანთან მაქვს ურთიერთობა თითქმის ყველა შავია თუ თეთრია თუ წითელია თუ სხვა ყველასე იყო აბსოლუტურად ყველა თემაზე ყველაზე მაგარი კომპოზიტორი ფილოსოფოსი ხანწერი ადამიანი რა ვიცი ესეთი მართლა ბედნიერება რომ ჩვენ ვიცხოვრეთ და ცხოვრობთ მის ეპოქაში კი სხვა საქართველოა დღეს სხვა განზოგადებაში აღმოჩნდეთ მაგრამ აი ახლა კიდე სულ აი რო უყურებ ამ კადრებს ეს თუ ჩვენ არ შევინარჩუნეთ ძალიან ცუდი რამგველი ჩვენ ეს თუ ჩვენ არ გავამაგრეთ და ეს თუ ჩვენ მისი სიტყვა თუმე რა მართალი ყოფილა რომ მე არ წავალ ისეო რომ ერი არ გავათლიანო ფაქტი ხო ძალიან ბევრმა თქვა რომ როგორ აფხაზეთში შევალთ შესულებრივად მე ესეც კი ვიცი ეს ინფორმაცია მაქვს რომ ამ დღეებში უცა დასვენებული იყო მის მიერ აშენებულ ამ საოცარ სოფლიოში ეს ალბათ ყველაზე ულამაზეს და უდიდეს ეკლესიაში სამებაში მიწა ჩამოვიტანეს აფხაზეთიდან აფხაზური მიწა აი ეს თვითონ ეს მიდგომა და მე ინტერნეტში ხშირად ვარ ხოლმე და რუსეთში რაც მოხდა ეს ჩემთვის მე ვერ გავისწრებ მაგრამ იმ ქალაქს სადაც უძმნესის ფოტოდან გადმოდის მირონი არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ კი გავრცელდა კადრები დიახ ხო ეს ერთი კადრი რო ყოფილიყო ყველა იფიქრებდა რომ ფეიკია მაგრამ სხვადასხვა ადამიანების მიერ აი თვითონ ეს ფაქტი ხო რატო აქ არ მოხდა იმიტომ რომ ესე უნდა ყოფილიყო რომ თუნდაც აი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი ჩვენ გავიხეთოთ აქეთ რა სამეზობლო ყავს ხო ოფილტრებს ვემეგობრებით იმიტომ რომ საჭიროა ესე მაგრამ თუნდაც ხომ სიყვარულს ჩაგვინერგავდა და გვინერგავდა სწორედ ერთმანეთის მტრების და ასე შემდეგ რამდენჯერ დაუჯერეთ იმდენჯერ ავიტეხეთ წვერი იმდენჯერ აღმოჩნდეთ რაღაცა ცუდ დინამაში ცუდ უბედურ სიტუაციაში მაგრამ მისი ლოცვით მისი ურთიერთობით ეს ყველაფერი უკვე მე დიდი იმედი მაქვს ჩამარდა ისტორიას ქართველი გამრავლდა გადიდდა გაბევრდა გაძლიერდა აუცილებლად უწმინდეს სიყვარულმა კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა კი რა თქმა უნდა და ეხლა ახლოვდება რაღაც უკვე რამოდენიმე კვირაში იქნება არჩევნები საპატრიარქოში ზუსტად ის რომ ყველაფერი ძალიან განად იქნება
ზუსტად ვიცი. გმადლობთ ბატონო. მშვიდობა იქნება, ჯანმრთელობა იქნება და რაც თავარია. ადრე თუ არ უსმენდით, უწმინდეს. დიდი მინდა ახლა მაინც მოусმენთ მას და ცოტათი გადმოვიღეთ იმ სიმშვიდეს, რაც მათ ჩვენ ყველას გვაჩუქა და კიდევ ერთხელ რითიც დავიწყეთ ჩვენ ეს საუბარი. მე მგონი ნუ ეცეთ ბედნიერებას. ჩვენ ყველა ბედნიერებიათო ჩვენ პატრიარქის ეპოქაში ცხოვრობთ. და ესე იქნება სულ აზდამაროდეს. დიდი მადლობა ბატონო, მადლობ რომ მოგწანთ. დიდი მადლობა მოგწანთ. თქვენ ტელევიზიას, დიდი მადლობა რომ გაგასცადეთ. ცოტა რთული იყო ამ დილაუთენიას აქ მოსვლა, მაგრამ ყოველთვის მე ვცდილობ რომ თქვენთან ვიყო, იმიტომ რომ ეხლა გძნობ რომ აი ის არომატი რაც არასდროს არ მომცილდება, აქ ხდება ეს და მე ვიცი რომ ჩვენთან არის გვეფერება, გვივლის თქვენ უარი არასოდეს გითქვამთ ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დიდი მადლობა რომ დღესაც ჩვენთან ერთად იყავით და თქვენთან ერთად გავიხსენეთ კიდევ ერთხელ უწმინდესი. გმადლობთ მობრძანებისთვის. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ მუსიკოსი რომარ ცხილაძე.